აპლიკაციაზე თავიდან მუშაობა დავიწყეთ, იყო გვერდითი ჰობი, ესე რომ ვთქვათ, ანუ გაკვეთილების შემდეგ რაღაც რო თქვა რჩებოდა მეცადინეობის შემდეგ, გვერდით ხობად ესე რომ ვთქვათ მუშაობდით. როცა უკვე დავინახეთ, რომ ამ აპლიკაციიდან რაღაც სერიოზული გამოდიოდა, უკვე დავიწყეთ ძალიან დიდ ხაზს მუშაობ და ძალიან დიდი დროის დათმობა. ორი ქართველი სტუდენტის ტყუპების საბა და ბექა აბესაძეების მიერ შექმნილი მობილური აპლიკაცია დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ლუთერის კოლეჯის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. იდეა, რომელიც ერთი შეხედვით საკუთარი პრობლემის გადაჭრას ემსახურებოდა, მალე კოლეჯის ოფიციალურ ციფრულ პლატფორმად იქცა. ჩვენ ვსწავლობთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლუთერის ინსტიტუტში. მე ვსწავლობ ეკონომიკის და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე, ბექა სწავლობს კომპიუტერული მეცნიერებების და ეკონომიკის განხრით. სკოლის დამთავრების ბოლო წელს გავაწყვეტ, რომ მიმართულება აგვექრჩია თუ სად გვინდოდა გაგრძელება სწავლის. და ლუთერი იყო ის ინსტიტუტი, რომელმაც მიგვიღო ორივე მოგვცა სრული დაფინანსება სწავლის და შესაბამისად შესაძლებლობა იმის, რომ წავსულიყავით საზღვარგარეთ. მე და საბა ჩავედით უნივერსიტეტში პირველად. ვიყავით სრულ ინფორმაციურ ვაკუუმში. რა თქმა უნდა, ინფორმაციის გავრცელება ხდებოდა, მაგრამ ხდებოდა ფლაიერებით, ხდებოდა ქაღალდზე, მაგალითად გაზეთებში დაბეჭდილი ინფორმაციით. ამ ინფორმაციას ვერ ვიღებდით ფიზიკურად და ძალიან ბევრი საშუალება გამოვტოვეთ, რომ გაგვეცნო ძალიან მნიშვნელოვანი ხალხი. ყოფილიყავით ძალიან კარგ ოთახებში, სადაც გვექნებოდა უფრო მეტი წინსვლის საშუალება. და მე და საბა ფიქრობდით ერთ დღეს, რითი შეიძლებოდა ამის გადაჭრა და არსაიდან სხვა წამოვიდა იდეა, რომ შეგვექნა აპლიკაცია. სწორედ ამ გამოცდილებამ გაუჩინათ იდეა შეექმნათ აპლიკაცია, რომელიც სტუდენტურ ცხოვრებაში საჭირო ყველა ინფორმაციას ერთ სივრცეში გააერთიანებდა. ბექა პროგრამულ ნაწილზე მუშაობდა, საბა კი იმაზე, როგორ ექცია სტუდენტური იდეა უნივერსიტეტის რეალურ პროექტად. დღეს ამ პლატფორმით სტუდენტები იღებენ ინფორმაციას სასწავლო პროცესის, სპორტული შეჯიბრებების, სტუდენტური კლუბების, კონცერტებისა და კამპუსში დაგეგმილი სხვა აქტივობების შესახებ. ნელ-ნელა გავაგზავნეთ ამ აპლიკაციის ჩამოყალიბება, უფრო და უფრო მეტი იდეა მოდიოდა ერთმანეთისგან და საბოლოოდ ჩამოვაყალიბეთ აპლიკაცია, რომელიც ჭრის ყველაზე მთავარ პრობლემას, რაც არის ინფორმაციის მიწოდება და რაც თავარია სწორი ინფორმაციის მიწოდება. როცა პირველად დავიწყეთ აპლიკაციაზე მუშაობა, არ გვინდოდა რომ ანუ დარჩენილიყო მართლა ბექას კომპიუტერში და ყოფილიყო ჩვენ ოთახში, ესე ვთქვათ, დაწყებული და იქვე დამთავრებული პროექტი, რომელსაც LinkedIn-ზე განათავსება და ასე შემდეგ. ამიტომ ჩემ თავზე ავიღე ბიზნეს გეგმის შექმნა, რომ რეალურად დამენახებინა ინვესტორებისთვის თუ რატომ წარმოადგენდა ეს აპლიკაცია და რატომ იქნებოდა ეს აპლიკაცია პროდუქტიული, მოთხოვნადი და რეალურად გამოყენებადი ყოველდღიურობაში. როცა გავიტანეთ ეს იდეა და გეგმა, მივიტანეთ ვიცე-პრეზიდენტს, ფინანსების ვიცე-პრეზიდენტთან და ასევე პრეზიდენტთან ჩვენი ინსტიტუტის. და საბოლოოდ მივედით იმ შედეგამდე, რომ იმდენად მოეწონათ როგორც სტუდენტებს, ასევე პრეზიდენტსაც ჩვენი აპლიკაცია, რომ მოგვიწვიეს მთავარი ინსტიტუტის მთავარი ინვესტორებთან შეხვედრაზე. როცა მოგვეც შესაძლებლობა რომ წავიდგინა პრეზენტაცია, ძალიან მოეწონათ როგორც ენთუზიაზმი, ასევე იდეა აპლიკაციის და ისიც, რომ რეალურად ეს იდეა და არ დავტოვეთ, განვახორციელეთ და უკვე როცა წარდგენის დრო მოვიდა, ტელეფონში გქონდა. პროექტის წარმატებას ახალი შესაძლებლობებიც მოჰყვა. ბექამ კოლეჯის IT დეპარტამენტში სტაჟირების შეთავაზება მიიღო და დღეს კოლეჯის ციფრული სერვისების განვითარებას აგრძელებს. თავიდან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როცა გავიგეთ, რომ ეს აპლიკაცია არ დარჩებოდა ჩემს ლეპტოპში და იქნებოდა ოფიციალური ჩვენი სასწავლებლის აპლიკაცია. რაც შეეხება უკვე ჩემს სტაჟირებას, სტაჟირება არის 2 წელიწადნახევრიანი. რაც ესეთი რაღაც არ ხდება, არის ძალიან იშვიათი და შესაბამისად უკვე იმის შეგრძნებაც ჰქონდა, რომ ანუ ეს პროდუქტი მართლა ღირდა ამად, იმ ღირდა ამ წვალებად რაც გავიარეთ და დაფასების შეგრძნება მქონდა, რომ დაფასდა საბოლოოდ, რადგან ორივე მიშრომეთ ამდენ ხანს და დაინახეს და შეამჩნიეს. საბა საერთაშორისო პროგრამებსა და პროექტებში მონაწილეობს. ლუთერის კოლეჯში ფისკალური პოლიტიკის კლუბი დააარსა, რომლის პროექტმაც ეროვნულ კონკურსზე წარმატებას მიაღწია. ცოტა ხნის წინ მსოფლიო ბანკის ახალგაზრდული სამიტის დელეგატიც გახდა. მე ამ სემესტრში უკვე ამიყვანეს რისკების მენეჯმენტის გუნდთან და უნივერსიტეტ შევქმნი რისკ რეჯისტერი. ჩემმა პროექტებმა მიმიყვანა იქამდე, რომ მსოფლიო ბანკის და ინტერნაციონალური მონეტარული ფონდისგან მივიღე შემოთავაზება, როგორც სტუდენტი მივეწვიე ვაშინგტონში მათ, ასე ვთქვათ, გაზაფხულის შეხვედრებს. გავიცანი ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი და მე ნამდვილად მწამს აგლომერაციის ფენომენის, რომელსაც ეკონომიკის უფრო მაღალ კურსებზე გვასწავლიან, რაც მოიაზრებს იმას, რომ შენი თავი უნდა ყოველთვის, ასე ვთქვათ, შეიყვანო ოთახში და დასვა, სადაც არიან შენზე ჭკვიანი ადამიანები და ამ დროს იზრდები და მხოლოდ იზრდები.
მათი წარმატების უკან მხოლოდ აკადემიური ცოდნა არ დგას. ორივე სპორტსმენია ამბობენ, რომ სპორტმა დისციპლინა, დროის სწორად განაწილება და გუნდური პასუხისმგებლობა ასწავლათ. სწორედ ეს უნარები დაეხმარათ პროექტის დასრულებაში, რომელიც ლექციების, გამოცდებისა და ვარჯიშების პარალელურად იქმნებოდა. სულ გეკითხებოდნენ, რომ რამდენი ადამიანი აკეთებს აპლიკაციას და პასუხი იყო, რომ ერთი და მეორე ყიდის. და სადაც იყო ის, რომ პარალელს ავლებდნენ ხოლმე ცუკერბერგის ისტორიასთან, იმიტომ რომ ცუკერბერგმა ანალოგიურად აპლიკაცია შექმნა ჰარვარდისთვის. და საქმე იმაში იყო, რომ ცუკერბერგს ყავდა რუმეითი, რომელიც იყო ეკონომისტი, რომელზეც თვითონაც აქვს ნალაპარაკები, რომ ხშირად ეს განსხვავებული სკილები გეხმარება იმაში, რომ რეალური პროდუქტი უფრო გააუმჯობესო და დაინახოს სხვა პერსპექტივიდან, თუ რა შეიძლება შეიცვალოს, ან უკეთესი გახდეს. მათთვის ნებისმიერი წარმატების დასაწყისი სწორად არჩეული მიზანია. დანარჩენი უკვე ყოველდღიური შრომა და საკუთარი თავის რწმენაა. მიზანი ყოველთვის იყოს ის, რომ რაღაცა უკეთესობისკენ შეცვალო. ჩვენი ფიქრი იყო ის, რომ მომავალი ინტერნაციონალური სტუდენტებისთვის, ის სტუდენტები, რომლებიც ჩვენაირად ჩამოვლენ თუნდაც საქართველოსდან, ან მნიშვნელობა არ აქვს სხვა ქვეყნებიდან ამერიკაში, გაუმარტივდეთ. ეს არ იყვნენ ინფორმაციულ ვაკუუმში, როგორც ვიყავით ჩვენ, არ იგრძნონ ისე თავი, როგორც ვიგრძენით ჩვენ. შეიძლება ოჯახის წევრიც იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც რაღაცაზე გეტყვის, რომ არ გამოვა და აზრი არ აქვს. ალბათ ერთი ის რაც მექნება, ერთი ჩავა რაც მექნება არის, რომ თუ რაღაცის მართლა გიჟერა რომ გამოვა და მართლა გულით გიჟერა რომ გამოვა, არ დააწყო ვიღაცას რომ გადაგაფიქრებინოს. არასდროს არ არის რაღაცა დაიწყო ადრე და თუ არ იცი რაზე დაიწყო მუშაობა, დაიწყე შენ თავზე მუშაობა. ერთადერთი რაღაც რაც ფასს ვერ დაკარგავს, არის საკუთარ თავს ჩადებული ინვესტიცია. რაღაცა კონკრეტულ ნივთში თუ ჩადები ინვესტიციას, იმას შეიძლება ფასი დაკარგოს, მაგრამ საკუთარ თავს ჩადებული ინვესტიცია არ კარგავს ფასს დროთა განმავლობაში, არ იცვლით.